ასევე ძალიან საინტერესო თემით ვაგრძელებთ ოჯახის ექიმს და ვისაუბრებთ ისევ ზაფხულთან და წელიწადის ამ დროს გახშირებულ კუჭნაწლავის პრობლემებთან დაკავშირებით. Როგორც წესი, ზაფხულობით ყველა ჩვენგანს ეცვლება ხოლმე კვებითი რეჟიმი, ხშირად გვიწევს ახალ გარემოში ყოფნა, მოგზაურობა, სიცხე და ზოგჯერ საკვების შენახვის პირობების დარღვევა, ხშირად ხდება ისეთი პრობლემების მიზეზი, როგორიცაა მონელების გაძნელება, შებერილობა, დიარეა ან ყაბზობა და ეს ყველაფერი მთლიანობაში ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის დარღვევას იწვევს, რომელსაც თან შეიძლება სდევდეს პირღებინება და სხვადასხვა დისკომფორტები. დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ სწორედ საჭმლის მონელების პროცესზე, ნაწლავის მიკრობიომის მნიშვნელობაზე და მოგზაურობასთან დაკავშირებულ კუჭნაწლავის პრობლემებზე. ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს ჩვენთან ერთად არიან ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი და სააფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე, რომლებიც გვესაუბრებიან ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურ თემებზე, პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მომხმარებლებს ამ პერიოდში აქვთ. თამარ ჟანა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები, საკმაოდ აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ და თამარ, თქვენგან დავიწყებ, ხომ? მოდით მარტივად ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს, თუ რატომ იზრდება ზაფხულის პერიოდში კუჭნაწლავის პრობლემები, რომელიც არის დიარეა, თქვათ, ყაბზობა, რომელსაც ასევე შეიძლება ძალიან ბევრი სხვა გართულება კონდეს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ზაფხულში ზოგადად კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილებს შეიძლება რამოდენიმე მიზეზი ჰქონდეს. პირველი ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივი კვებისმიერი ალიმენტური მიზეზი, ესე ვთქვათ, ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება რომ განუვითარდეს კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ გარკვეული ჩივილები, მაგალითად შებერილობა, გულძმარო, როგორც ახსენეთ და ასე შემდეგ, დისკომფორტი, ჭამის შემდეგ და სხვა. მეორეს მხრივ ინტოქსიკაცია ახსენეთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ზაფხული ამ მხრივ განსაკუთრებულად მაღალი რისკის პერიოდად მოიაზრება, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, საკვების შენახვის პირობების დაცვა უფრო რთულდება, ესე ვთქვათ და ლპობითი პროცესები საკვებ პროდუქტში, უკვე მომზადებულ პროდუქტში, მოსამზადებელში ბევრად უფრო დაჩქარებულია და აქედან გამომდინარე იგივე ინტოქსიკაციის მომენტი და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ აგრეთვე ის, რომ ზაფხულში ჩვენ რომ გვიხარია კარგი ამინდი და ესე ვთქვათ მაღალი ტემპერატურა, ასევე ეს ძალიან სასარგებლო გარემო არის ძალიან ბევრი ვირუსისთვის, ბაქტერიის გამრავლებისთვის და ხშირად სწორედ ეს ვირუსები და ბაქტერიები ხდებიან ხოლმე სხვადასხვა ნაწლავური ინფექციების გამომწვევით. ცოცხალი ხილი და ბოსტნეული ეს რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა, ჯანსაღი კვება, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ის კარგად არ არის დამუშავებული თერმულად, ან იგივე გარეცხილი არ არის კარგად, ცხადია რისკები ძალიან მაღალია ხოლმე ასეთ დროს. ძირითადად რა ტიპის პროდუქტებზე იზრდება ხოლმე ზაფხულში მოთხოვნილება, ვთქვათ, იგივე მზისგან დამცავი კრებებთან ერთად. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ქართველ მოსახლეობას, ზოგადად ქართველ მომხმარებელს არ უყვარს პროფილაქტიკა, ეგრეთ წოდებული პრევენცია და ძირითადად ექიმებს ან ფარმაცევტებს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც რაღაც აწუხებთ. თუმცა ზაფხული არის ისეთი შემთხვევა, როდესაც აუცილებლად ამზადებენ სამოგზაურო აფთიაქს, სადაც ყოველთვის უნდა იყოს ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, კუჭნაწლავის სამკურნალო საშუალება, ანტისეპტიკები და ასე შემდეგ. აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტია ის, რომ ეს პრეპარატები იქნება თუ საკვები დანამატები, არ უნდა საჭიროებდა შენახვის განსაკუთრებულ პირობებს, ეგრეთ წოდებულ მაციორს. არჩევენ ისეთ პროდუქტებს, რომელიც მაგალითად ერთ პროდუქტს, რომელიც გამოიყენება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. თამნა, მე მექნება თქვენთან შეკითხვა. ჩვენ აი მიკრობიოტა ახსენა ჟანა მეხა და არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, თუ რა როლი აქვს და რა მნიშვნელობა ნაწლავის მიკრობიოტას და განსაკუთრებით ზაფხულში, რატომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი? კი ბატონო, დღესდღეობით ნაწლავური მიკრობიოტა აღარ ითვლება როგორც ვთქვათ ცალკე აღებული ის კომპონენტი, რომელიც მხოლოდ საკვების მონელებაში იღებს მონაწილეობას. დღეს უკვე ვიცით, რომ ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავები შეიცავს ტრილიონობით მეგობარ ბაქტერიას, რომ გარდა მეგობარი ბაქტერიებისა ჭყალებში არის რა თქმა უნდა არამეგობარი ბაქტერიებიც და მუდმივად არის ბალანსი, ესე ვთქვათ, ამ მეგობარ და არამეგობარ ბაქტერიებს შორის. აი ზაფხული არის ის პერიოდი, როცა ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიცვლით იგივე საკვებ რაციონს, ვიცვლით გარემოსაც, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით მიგრაცია იქნება თუ საზღვრებს გარეთაც ზაფხულში განსაკუთრებულად უფრო აქტიურად გავდივართ, ხო, დასასვენებლად. ეს ყველაფერი აისახება, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაწლავურ მიკრობიოტაზეც და ყველაზე მთავარი პირობა, ესე ვთქვათ, არის სწორედ ამ ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შენარჩუნება.
აი, თქვენ გარემოს ცვლილებაზე ისაუბრეთ და მე ვიცნობ ძალიან ბევრი ისეთ ადამიანს, რომლებიც აი თუნდაც აი როგორც კი ახალ ლოკაციაზე ხვდებიან, ეწყებათ აი ესეთი ტიპის დისპეპსიური მოვლენები, თქვათ ეს შეიძლება იყოს გამოხატული ყაბზობით, ან დიარეით, აი რას უკავშირდება, აი მაგალითად ადგილმონაცვლეობა რა? ეს ერთის მხრივ უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, მეორეს მხრივ უკავშირდება ასევე წყლის და საკვების ცვლილებას და უკავშირდება საკვები რაციონის ცვლილებას, რა თქმა უნდა. თუმცა გარდა ამ ყველაფრისა, თავად მოგზაურობაც ძალიან ხშირად იგივე ფრენა მით უმეტეს ძალიან ხშირად სტრესულია ხოლმე ჩვენი ორგანიზმისთვის და ორგანიზმი სტრესზე აუცილებლად რეაგირებს და როგორც წესი სტრესზე ნაწლავური მიკრობიოტაც ძალიან სენსიტიურია ხოლმე და ძალიან ხშირად კი ბატონო მგრძნობიარე და ძალიან ხშირად ჩვენ შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერი ჩივილებით გამოგვივლინდეს ეს სტრესი. თუ ადამიანს უკვე განუვითარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემა, ვის უნდა მიუმართოთ? შეგვიძლია რაღაცა გარკვეული თვითნებური გადაწყვეტილებების მიღება, ან თუნდაც საპრევენციო ღონისძიებების გატარება, თუ თქვა უკვე დაგეგმილი გვაქვს მოგზაურობა? რა თქმა უნდა, პრევენცია შეგვიძლია. პრევენცია ეს არის პირველ რიგში ვახსენეთ არაერთხელ, რომ ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შენარჩუნებას უნდა შევეცადოთ. პრევენცია ასევე ის, რომ როცა ჩვენ გავდივართ იგივე საზღვრებს გარეთ იქნება თუ საზღვრებს შიგნით მოგზაურობთ, უნდა ვეცადოთ, რომ ახალი საკვები ეტაპობრივად დავაგემოვნოთ, ესე ვთქვა და არაერთიანად, იმიტომ რომ შევაჩვიოთ ორგანიზმი და რაც მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რაც არ უნდა მოვემზადოთ, ესე იგი, ჩვენ შეიძლება მაინც განგვივითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ჩივილები. ამიტომ თუ ჩვენ სამოგზაურო აფთიაქში, რადგან დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ, იქნება სიმპტომური საშუალებები, რომლებიც ვიდრე ექიმთან, ასე ვთქვათ, მივალთ ან დავეკონტაქტებით მას სატელეფონო კომუნიკაციით, მანამდე თუ შეგვიძლია ჩვენ მოვაგვაროთ ამ საშუალებებით გარკვეული პრობლემები, ხო? ამისთვის არის მაგალითად იგივე შებერილობის საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძლება რომ ჩვენ გქონდეს თან ფერმენტი, რომელიც დაგვეხმარება საკვების უკეთესად მონელებაში, ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შესანარჩუნებლად, პრობიოტიკი, სინბიოტიკი, ასევე შეიძლება თან ვიქონიოთ და ალბათ კარგი იქნება ელექტროლიტები, ამაზე ხაზი გავუსვით აუცილებლად, იმიტომ რომ აი ზუსტად იმ კითხვაზე, რომ როდის მივმართოთ ექიმს, რამოდენიმე ნიშანი არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნიშნებს შორის, რომელიც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოთ. ეს არის გახანგრძლივებული დიარეა და გახანგრძლივებულ დიარეას როცა ვამბობთ, აქ უნდა გავყოთ, რომ ბავშვებში ეს გახანგრძლივებას არ ველოდებით 24 და 48 საათს და რაც უფრო მცირეა ასაკის ბავშვის ასაკი, მით უფრო აუცილებელია რომ დაუყოვნებლივ გავიდეთ ექიმთან კონტაქტზე, რომ გვირჩიოს როგორ მოვიქცეთ და თუ დიარეა ესე ვთქვათ შეუპოვარია, ექიმთანაც დროულად გავიაროთ კონსულტაცია და სტაციონარზე დროულად მივმართოთ. ასევე ღებინება, ანუ დიარეაც და ღებინებაც არის ის სიმპტომები და ის მდგომარეობები, როცა ჩვენ ყველაზე საშიში რიცის ქვეშინია, ეს არის გაუწყლობა, ანუ დეჰიდრატაცია, ამიტომ ეს ის მდგომარეობა, რომელიც და მასთან ერთად სწორედ ის ელექტროლიტები, რომლებიც რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ელექტროლიტები, რომ მუდამ თავმქონდეს, რომ ვიდრე ექიმთან მივალთ, დავიწყოთ უკვე სითხით და ელექტროლიტებით შევსება. და მუცლის მწვავე ხასიათის ტკივილი, რომელიც აუცილებლად ასევე არ უნდა გამოგრჩეს და სისხლიანი განავალი, რა თქმა უნდა, რომელიც ასევე შეგვიძლია როგორც წითელი ალმის ნიშანი, ესე ვთქვათ, ესე გამოვყოთ ესეთ საგანგაშო სიმპტომებს შორის. მოდი ჟანა, თქვენთან მექნება შემდგომი კითხვა, ჩვენ უკვე რაღაც საზაფხულო აფთიაქის ჩალაგებაზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ რამე კამპანია ხომ არ გაქვთ GM Pharma-ში და ვთქვათ, რას ჩაგვალაგებინებდი, რა მედიკამენტებს რითაც ხართ წარმოდგენილი ჩვენს სამოგზაურო ჩანთაში. ნამდვილად გიორგი, ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის ჩვენ გვაქვს ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზებები, ამ ეტაპზე გვაქვს გასტროენტეროლოგიურ პროდუქტებზე, სწორედ ეს კამპანია, რომელიც 6 ივლისს დაიწყო და 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება სამოგზაურო ყუთში არსებულ მედიკამენტებზე, რომელიც გვჭირდება სულთან წავიღოთ, გვაქვს გარკვეული შეთავაზებები. პირველ რიგში აუცილებლად ვიტყვი ლაქტოჯი ფორტეზე, რომელიც გახლავთ ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შესანარჩუნებელი საშუალება და ამ პროდუქტს ძალიან კარგად იცნობს ქართველი მოსახლეობა. ამ შემთხვევაში 1+1 შეთავაზება გვაქვს PSP-ს აფცექოქსელში მხოლოდ ექსკლუზიურად და აუცილებლად აღნიშნავ, რომ ჩვილობის ასაკიდან ინიშნება 0 თვიდან და გამოიყენება, რა თქმა უნდა, მოზრდილებში და არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. კრეზანს რაც შეეხება, მეორე პროდუქტი ეს გახლავთ ფერმენტი.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მონელების პროცესიც ასე თუ ისე შემაწუხებელია, როდესაც სხვადასხვა ტიპის აკვებს სინჯავთ, სხვადასხვა კერძების გასინჯვის შემთხვევაში, ამიტომ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელებას უწყობს ხელს. ასევე 1+1 შეთავაზება გვაქვს PSP სააფთიაქო ქსელში. რაც შეეხება Lactogen Kids, ეს გახლავთ უკვე საბავშვო ფორმა, რომელიც ასევე მეგობარი ბაქტერიებია, ბალანსის შესანარჩუნებელი საშუალება გახლავთ კუჭნაწლავის და მასზე მიმდინარეობს 40%-იანი ფასდაკლება. რასაკვირველია PSP სააფთიაქო ქსელში. Dialog-ზე უნდა აღვნიშნო, ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული ბრენდი ჩვენს პორტფელში, ვინაიდან არის მეტეორიზმის და შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება სამი ფორმით გვაქვს აქ წარმოდგენილი, ეს არის Dialog 120, 240 მგ და Dialog წვეთი, ფაქტობრივად ოჯახის ყველა წევრისთვის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. რაც შეეხება კოლერინს, კოლერინი ეს არის დიარეის სწრაფი კუპირებისთვის და კოლერინ ჰიდროზე ვიტყვი, აი თქვენ ახსენეთ რომ ელექტროლიტი არის აუცილებელი ხომ გვედოს სამოგზაურო აფთიაქში და კოლერინ ჰიდროში გარდა იმისა რომ კომბინირებული შემადგენლობა აქვს, გარდა იმისა რომ დიარეის სწრაფ კუპირებას ახდენს, ასევე ელექტროლიტური ბალანსით აღადგენს. კი, ჩვენს ორგანიზმს ერთი წლიდან გამოიყენება და რასაკვირველია მოზრდილებში დიარეის პრევენციის რა მექანიზმი აქვს მას, იმიტომ რომ დიარეის პრევენცია სხვადასხვა მექანიზმები აქვს ხოლმე, სხვადასხვა მედიკამენტს და ესეც რო განმარტო. მოდი მე ჩავერთვები ამ შემთხვევაში კოლერინის და კოლერინის ჰიდროს შემადგენლობაში მთავარი წამყვანი კომპონენტი გახლავთ ბულარდის საქარომიცეტი. ეს არის საფუარა სოკოს ოჯახის, ესე ვთქვათ, წარმომადგენელი, რომელსაც დღეს მოიხსენიებენ ლიტერატურაში როგორც პრობიოტიკს, თუმცა ის განსხვავებით კლასიკური პრობიოტიკებისგან ცოცხალი ბაქტერია არ არის საფუარა სოკოა, როგორც ვთქვით, მაგრამ მას აქვს ძალიან სწრაფი ანტიდიარეული მოქმედება და ის დღეს ითვლება ანტიდიარეული მოქმედების პრობიოტიკულ შტამებს შორის ყველაზე კარგად დოკუმენტირებულ შტამად, რომელსაც აქვს მაღალი მაჩვენებელი და ის გამოიყენება ნებისმიერი ეტიოლოგიის, ანუ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული დიარეის დროს, ნებისმიერ ასაკში, ნულოვანი ასაკიდან. ერთადერთი საშეც აქვს შეზღუდვა, როგორც ჟანამ თქვა და 1 წლიდან გამოიყენება ის, იმიტომ რომ 1 წლის შემდგომ მიასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი რაოდენობის სითხეში უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში და ძალიან სასიამოვნო ჟოლოს გემო აქვს კოლერინ ჰიდროზე თუ ვისაუბრებთ, გერმანული პროდუქტია და ნამდვილად ის პროდუქტია, რომელიც სულ უნდა იდოს სამოგზაურო აფთიაქში ზაფხულის და ზამთრის მიუხედავად, სეზონის და მიუხედავად. კომპაქტურია, ამიტომ სამოგზაურო აფთიაქისთვის საკმაოდ ერთ-ერთი არჩევის პროდუქტი გახლავთ. ანასპანი, ეს არის სპაზმოლიზური საშუალება ნებისმიერი ტიპის მოცლის ღრუს სპაზმური ტკივილის დროს და ფოსფაჯიზე უნდა ვთქვა აუცილებლად, ესეც ერთ-ერთი გავრცელებული გულძმარვისთვის შესანიშნავია. გულძმარვა ზოგადად ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა დღეს ჩვენთან საქართველოში და არა მხოლოდ. კუჭის ყულოვანი დაავადების სამკურნალოთაც აქტიურად იყენებენ. სიმპტომური მკურნალობისთვის კი ბატონო. კომპაქტურია ასევე სამოგზაურო აფთიაქისთვის, ისეთი არ საჭიროებს არანაირ შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. რეოკონზე ვიტყვი ასევე, ეს გახლავთ კომბინირებული უნიკალური შემადგენლობის ფერმენტი და რატომ გარდა ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლებისა უჯრედისის მონელებასაც უწყობს ხელს. ვისაც უყვარს ბოსტნეული, ხილი და ასე შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე რეოკონი დიახ და ასევე კუჭნაწლავის დარღვევით გამოწვეულ მეტეორიზმსაც ხსნის. მას აქვს ასე მოკლედ, რო შევაჯამოთ, ახლა აი თამართან გადავალდავთ ხო, რომ შეაჯამოს, რა რეკომენდაციებს გავცემთ, აი რა უნდა იყოს აუცილებლად აფთიაქში და რა უნდა გაითვალისწინოთ. მე მივდივარ, რომ შევაჯამოთ ახლა PSP-ს აფთიაქში, სამოგზაუროთ, აუცილებლად ვიყიდი ყველაფერს. რო შევაჯამოთ, როგორც უკვე ვთქვით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სააფთიაქო ჩანთაში, ესე ვთქვათ, აუცილებლად იყოს ელექტროლიტები. განსაკუთრებით თუ ბავშვები ყავს და ბავშვებთან ერთად მივდივართ სამოგზაუროდ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ძალიან მოწყვლადი ნაწილია პოპულაციის დეჰიდრატაციისკენ, ანუ გაუწყლოებისკენ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოვახდინოთ ხოლმე. რეკომენდაციებში გვეუბნებია, რომ გაჩნდება თუ არა დიარეის სიმპტომი, ელექტროლიტი მაშინვე მივცეთ და მერე ვიფიქროთ უკვე სტაციონარში გადავიყვანოთ თუ ბინაზე ვუმკურნალოთ, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად ურჩევდი ყველა სამოგზაურო წასვლის დროს, რომ პრობიოტიკი, სიმბიოტიკი
კი ქონდეს ჩანთაში, მაგალითად ლაქტოჯი, ფორტე ლაქტოჯი კიცი ბავშვების შემთხვევაში და ასევე ძალიან შემაწუხებელი სიმპტომი შებერილობაც არ უნდა დაგვავიწყდეს და დიალაკის მაღალი კონცენტრაციის კაფსულები და წვეთები მოსახერხებელი გამოშვების ფორმით ბავშვებისთვის ნამდვილად მთელს ოჯახს ამ პრობლემას აარიდებს თავიდან. და რაც თავარია, კიდევ ერთხელ ვეტყვით თქვენს მაყურებელს, რომ ყველა იმ პროდუქცია, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, 6 ივლისს დაიწყო და 17 ივლისს დასრულდება სააფთიაქო აქცია PSP-ს სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც ეს პროდუქტები ძალიან ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ ფასად შეეძლებათ თქვენს მაყურებელს და ნებისმიერ იქ მისულ მომხმარებელს, რომ შეიძინოს. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ მართლაც საინტერესო ბლოკი გამოგვივიდა გადაცემის და ჩვენმა მაყურებელმა ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა მიიღო. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.